გურჯაანელი 14 წლის სპორტსმენი ნიკა სიბაშვილი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ქალაქ რომში მეტოქები დამაჯერებლად დაამარცხა და თავის წონაში პლანეტის უძლიერესის ტიტული დაისაკუთრა. რაგზა გაიარა წარმატებამდე, რას ურჩევს თანატოლ სპორტსმენებს თავად მოგვიყვება. ნიკა გამარჯობა, გილოცავ ამდ წარმატებას და მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. ნიკა მოგვიყევი რა სირთულები შეგხვდა, სანამ ამ ტიტულს დაეუფლებოდი და რაგზა გაიარე წარმატებამდე. მადლობა მოწვევისთვის და სირთულეები გავიარე ყოველ დღე დავარბოდი, ვარჯიშებ დაუბელისკებზე მამაჩემი და ყველაფერი აქედან დაიწყო. როცა პირველ შეჯიბრზე გავედი, ვღელავდი, ძალიან ნერვიულობდი და ჩვეულებრივ პირველ შეჯიბრი ის წარმატებულად ვერ დაიწყო და შემდეგ შეჯიბრები რო დაიწყო, ჩვეულებრივ ცოტა გამოვასწორე ჩხუბები და მარტივად მოვიგე. მინდა მადლობა გადავხოთ ელიკაშვილს, რომ ამაზადებდა ესე კარგად და ელიკაშვილმა დამაწყებინეს უთავიდან შეჯიბრები და მის დამსახურება ამ ხელადონეზე რომ მევედი სუპირველად მან გამიყვანა შეჯიბრებზე და მასწავლა რა არის შეჯიბრი და მოწინააღმდეგე და პირველ შეჯიბრზე გავედი სომხეთზე, მარტივად მოვიგე 15 წამში. შემდეგ მომიწია საქართველოსაც მოვიგე მრავალჯერ და შემდეგ მომიწია ევროპა 2023-ში. მან მოვიგე ფინალი მომიწია და მოვიგე მარტივად. შემდეგ მომიწია ასევე ბევრი საერთაშორისო ტურნირები, მანდაც მარტივად მოვიგე ნოკაუტებით, ტექნიკურებით და შემდეგებზე ელიკაშვილი გაემგზავრა ლონდონში და ვეღარ მომზადებდა. და გადავედი თბილისში მოსამზადებლად ლაშა ჭურაძესთან, სადაც პირველ შეჯიბრი მომიწია ღია რინგი, მანდაც მარტივად მოვიგე. შემდეგ მომიწია საქართველო, სომხეთის ჩემპიონატები და ევროპა. ევროპაზე 6 ჩხუბი მომიწია, 6 ჩხუბიდან ყველა დამაჯერებლად მოვიპოვე გამარჯვება. საქართველო მომიწია ასევე, საქართველოზე ფინალი მომიწია და მარტივად დავეუფლე საქართველოს ტიტულს. შემდეგ მომიწია იტალია, მსოფლიო ჩემპიონატი 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე 2025 წლის და მომიწია სულ 2 ჩხუბი, ერთი ესპანელთან და ერთი გერმანელთან და ესპანელთან მარტივად მოვიგე და გადავედი ფინალში. ფინალში უკვე გერმანელთან ცოტა გამიჭირდა და მაინც დავეუფლე ქამარს და მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული. მინდა მადლობა გადავხოთ ლაშა ჭურაძეს, გვერდში დგომისთვის და შრომისთვის და კიდე ასევე მადლობა მინდა გადავხადო ჩემს მშობლებს, ჩემ გულშემატკივრებს და ნიკა, რა ასაკიდან დაიწყე ვარჯიში? 7 წლის ასაკიდან დავიწყე ვარჯიში. ხანდახანაც მიტირია, ბევრჯერ მიტირია, რომ ვერ ვარჯიშობდი, მტკიოდა ყველაფერი, მუცელი ყველაფერი მტკიოდა და ვერ შევძლებდი თქო და მაინც შევძელი ბევრი შრომის შედეგად და ვარჯიშის შედეგად, მაინც შევძელი და მოვიგე ეს ტიტული და დავეუფლე მსოფლიო ქამარს. რა სამომავლო გეგმები გაქვს? პროფესიონალურ კიკბოქსინგში მინდა გადავიდე, როგორც არის One Championship, Glory, KRT და ასე შემდეგ. მანდაც ძალიან დიდი ორგანიზაციაა, ასევე ჩინეთში დიდი ტურნირები იმართება, სადაც გიორგი მალანია მონაწილეობს და არის ჩემპიონი ქამრის და მინდა რომ მასნაირი ძლიერი ვიყო და გავხდე ჩემპიონი მასნაირი. სხვა რაც შემიძლია თქვა One Championship-ზე და Glory-ზე არის ყველაზე მაღალი ორგანიზაცია, რაც კი მსოფლიოში არის. მან თუ გახვედი, ჩათვალე ყველაზე პირველი ხარ, ნომერ პირველი ხარ. ნიკა, რას ურჩევ შენს თანატოლებს, სპორტსმენებს, რომელთაც სურთ ასევე რომ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები? პირველ რიგში ურჩევდი, რომ შრომა ყველაზე შედეგიანია და ყოველთვის შრომა არის ყველაზე პირველი. ღმერთის წყალობა, ღმერთის წყალობით და უნდა ირწმენო და კიდევ ერთი ის, რომ არასდროს არ თქვათ უარის ვარჯიშზე და არასდროს არ დანებდეთ. საინტერესოა თუ ახერხებს სკოლაში სიარულს და სპორტთან ერთად სწავლის შეთავსებასაც. ცოტა მიჭირს სწავლა, რადგან ვარჯიშის გამო ენერგიას ხარჯავ და ვეღარ ვახერხებ სწავლას, მაგრამ ვაპირებ მომავალში რომ უფრო კარგად მოვემზადო და ასევე
კარგად ვისწავლო, კარგად დავწერო დავალებები და ვცდილობ რომ კაი ნიშნებიც მივიღო და ვცდილობ ყველაფერს რომ კაი მოსწავლეც დავდგე და ასევე ჩემპიონიც დავდგე. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებ.